აღგესამართლიანობა და გასამართლების რეჟიმი ამ მოთხოვნით 14 აპრილს სოლსაარძე სპორტის სასახლეში სამოქალაქო მოძრაობის ყრილობა გაიმართება. უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის თქმით, მოძრაობის მთავარი მოთხოვნა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის 9 წლიან პერიოდს პოლიტიკურად და იურიდიულად შეაფასებს. მოძრაობა რეგიონებში გასვლასაც გეგმავს. კონკრეტულ რეგიონში მოძრაობის ჩასვლის მიზანია გაიგონ თუ რა პრობლემები შეექმნა იქ მცხოვრებ მოსახლეობას გასული 9 წლის მანძილზე. ჩავიდეთ და შევხვდეთ უშუალოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და მოვიპოვოთ ის ინფორმაციები, რომელიც მათ უნდათ რომ გაჟღერდეს ამ კონფერენციაზე. თქვენ იცით რომ ალბათ ყველა ვერ შეძლებს ჩამოსვლას და დასწრებას, ვისაც სურვილი აქვს რომ მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში, ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, რომ ჩვენ თვითონ ჩავიდეთ მათთან, მოვისმინოთ მათი გულის ტკივილი, რომ შემდგომ ამ ღონისძიებამ მოახდინოს ამაზე რეაგირება.